New Hospitals-ის რუბრიკით ვაგრძელებთ ეთერს. მშრალი თვალის სინდრომი არის მდგომარეობა, როდესაც ცრემლის რაოდენობა ან ხარისხი არასაკმარისია თვალის ზედაპირის სათანადო დატენიანებისთვის. ცრემლის ფენა თვალის ზედაპირზე შედგება სამი ძირითადი კომპონენტისგან: ლიპიდური, წყლიანი და ლორწოვანი, რომელთა ბალანსი აუცილებელია თვალის დაცვისა და მისი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ნებისმიერი კომპონენტის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ცრემლის არასტაბილურობა, ანთება და სიმშრალე თვალში. მშრალი თვალის მკურნალობა იქნება თემა, რომელზეც ვისაუბრებთ ოფთალმოლოგ ნინო ტყემალაძესთან. ერთად ის უკვე ჩვენთან ერთად არის ნინო სამოვით მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოდით თქვენ აგვიხსენით რა არის მშრალი თვალი და რა სახის სიმპტომები მას რაც შესამჩნევი იქნება პაციენტისთვის და იქნება წინაპირობა იმის რომ ადამიანი მივიდეს ექიმთან. მშრალი თვალი თითქოს ძალიან მარტივი და ესეთი არა მნიშვნელოვანი მდგომარეობა არის, მაგრამ რეალურად ძალიან კომპლექსური არის და მოიცავს რას? ცრემლის არასრულყოფილი გამოყოფა ან არსებული ცრემლის ხარისხობრივად დაბალი შემადგენლობა თქვენ უკვე აღნიშნეთ ეს და როდესაც არსებული ცრემლის აორთქლება თვალის ზედაპირიდან იმაზე სწრაფად ხდება, ვიდრე ეს უნდა ხდებოდეს. მიზეზი შეიძლება იყოს საცრემლითი პათოლოგიები, ამ დროს არ გამოიყოფა საკმარისი რაოდენობით ცრემლი. თუ ცრემლი საკმარისი რაოდენობით გვაქვს და ხარისხობრივად არ არის კარგი, ამ შემთხვევაში უკვე მეიბომის ჯირკვლის დისფუნქციას მიუთითებს, ხოლო თუ ორივე მწყობრში არის, ამ შემთხვევაში უკვე მესამე ვარიანტი გრჩება, ეს არის, როდესაც ცრემლი ძალიან სწრაფად ორთქლდება თვალის ზედაპირიდან. თვალის აორთქლების სისწრაფე ჩვენ დღევანდელი ცხოვრების გამოც უფრო არის დამოკიდებულება და გარემო ფაქტორებზე უფრო მეტად, კი ბატონო, და ნუ ჩვენი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, რასაც ვერ გავექცევით, ის რომ მოვიხმართ გაჯეტებს და ის რომ გვიწევს ძალიან დიდი დატვირთვით ახლო მანძილზე მხედველობის დატვირთვა. თვალი გამიშრას რომ რეალურად აორთქლება ხდება. მარტო აორთქლებაც არა, მათ შორის ეს აორთქლება შეიძლება იყოს, კი. კი, ნინო, როდის მივდივართ ექიმთან და დაგვიანების შემთხვევაში რა ხდება? ყველა პრობლემა, რაც უფრო საწყის ეტაპზე იქნება დროული რეაგირება, ვიცით რომ უფრო მარტივად მოგვარებადი ხდება. ამ კუთხით რა უნდა ვიცოდეთ ამ სიმპტომებს? ძირითადი ჩივილები, რაც შეიძლება ამ დროს პაციენტს ჰქონდეს, ეს არის წვის შეგრძნება, ცრემლდენა, ჩხაპნის შეგრძნება, თითქოს თვალში რაღაც უცხოელი აქვს ჩავარდნილი. ცრემლიანობა და ცრემლდენა, აი როგორი ესეთი უცნაურად ცოტა უტოპიურია, ანუ სიმშრალეც და შეიძლება გადაჭარბული ცრემლდენაც ერთ და იგივე სიმპტომი. შეიძლება იყოს დაკავშირებული მშრალ თვალთანაც ზუსტად იმიტომ, რომ ის ცრემლი რაც გვაქვს არ არის ხარისხობრივად კარგი, ვერ ახდენს სათანადო დატენიანებას და გამოიყოფა უფრო მეტად. ანუ ის სამი ძირითადი კომპონენტი რაც აქვს შეიძლება ერთ-ერთის არარსებობა იწოდეს. ძალიან საინტერესო. აი, მოდი მაშინ ჩვენ როდესაც სამეცნიერო რუბრიკაში რაღაცა კონკრეტულ დაავადებებზე და მათ იდენტიფიცირებაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის თავი კითხვა გვიჩნდება ხოლმე, რომ სიმპტომატიკაში არ დავუშვათ პაციენტებმა შეცდომა. ჩვენთვის რაღაცები ერთმანეთს აუცილებლად გავს, რაც სპეციალისტებისთვის არ გავს ერთმანეთს და დიფერენცირება მათით ხდება, ხო? მაშინ შეიძლება კითხვა, როდის მიუმართავთ ჩვენ ოფთალმოლოგს, ანუ როდის ვატყობთ, რომ ეს ის სიმპტომებია, რომელსაც ახლა თქვენ ყოფილი და არა მაგალითად აი დღეს დავიღალე, იმიტომ რომ დიდხანს ვიჯექი კომპიუტერთან. აი რაც გითხარით, ცრემლიანობა, ცრემლდენა, უცხო სხეული შეგრძნება, პერიოდულად ბუნდოვანებაც, ასევე მშრალი თვალის ერთ-ერთი ეს რა სიხშირით ხდება? ანუ ეს პერმანენტულად უნდა კონდეს და ერთჯერადიც უკვე სიმპტომი. არა, ერთჯერადი არ ის უნდა იყოს რაღაც პერიოდით უკვე მოწყობილი. ხო, ყოველდღიურად როცა გაწუხებს და უკვე პრობლემად გადაგეზრდება ყოველდღიურად. ერთი არის სიმპტომატიკა და მეორე არის როცა უშუალოდ დიაგნოზი ისმება, ამისთვის რა სახის კვლევები ტარდება და ამ კუთხით რას თავაზობს New Hospitals-ი? დიაგნოსტირებისთვის პირველ რიგში რაც ხდება, ის მიკროსკოპული თვალის ზედაპირის შეფასება არის და თუ კი გჭირდება რაიმე ინსტრუმენტალური გამოკვლევა, შემდგომ ამაზეც გადავდივართ. ერთ-ერთი ინსტრუმენტალური კვლევა შეგვიძლია ჩავთვალოთ შირმერის და ყველა ინსტრუმენტალურ კვლევას თავისი დანიშნულება აქვს, რომელს როდის ვაკეთებთ. სათანადო ცრემლის პროდუცირების შესაფასებლად ვიყენებთ შირმერის წდას, თუ ცრემლი ნორმალური რაოდენობით პროდუცირდება, მერე უკვე მეიბომის ჯირკვლის ფუნქციაზე გადავდივართ, ამ დროს ვაფასებთ რამდენად კარგად გამოიყოფა და რამდენად საკმარისი არის. ეხლა ნახეთ, მე თავარი პრობლემა რა მაქვს ხოლმე.
იქ ყველაფერი ძალიან საინტერესო ჟღერს, მაგრამ პრაქტიკაში როგორ გამოიყურება არ ვიცი. და უნდა მეშინოდეს თუ არ უნდა მეშინოდეს. რამდენად იოლია ეს გამოკვლევი, რამდენად უსაფრთხოა, რამდენად ხო, ანუ პრაქტიკაში როგორ გამოიყურება, ჩვენ რო ვიცით ხოლმე რომ თვალებს უცებ შეგვიმოწმენ, ეგრე მარტივად გამოიყურება ეს კვლევი. მარტივად გამოიყურება მშრალი თვალის დიაგნოსტირება. არაფერი განსაკუთრებული მტკივნეული, არაფერი თვალის კაკალზე შეხება არ ხდება ამ დროს. უბრალოდ პაციენტებს რაც ყველაზე მეტად აწუხებთ ის ინტენსიური შუქი არის, რითაც ჩვენ ვახერხებთ თერაპიაზე გადავყოთ ერთი რაღაცა მინდა ვიკითხო კიდევ. ამ თვალის სიმშრალეს მე ვუკავშირებ ჩემს პრაქტიკაში, ჩემს ცხოვრებაში ვუკავშირებ ჩემს აქტიურ სამუშაო ეტაპს, როდესაც ეს დაიწყო, როცა კომპიუტერი შემოვიდა, როდესაც კითხვა შემოვიდა აქტიურად, მას მე ხდება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს თვალის სიმშრალე შეიძლება ბავშვებშიც ხდებოდეს და არ იყოს ეს მაინც დაკავშირებული არის. არის დაწეული ასაკი ამ პრობლემის. ასაკიც დაწეულია, თუნდაც იმიტომ რომ დატვირთვა ზოგადად ახლო მანძილზე მხედველობის გაზრდილი არის და არა მარტო ის რომ თქვათ აორთქლება ხდება სწრაფად, იმიტომ რომ კომპიუტერს, იმიტომ რომ ტელეფონს ხშირად ვიყენებთ, კითხვის დროს არ ვახამხამებთ იმ ინტენსივობით თვალს, რაც საჭიროა რომ ეს თვალის ზედაპირი მუდმივად იყოს დატენიანებული. ესეც შეიძლება გახდეს მიზეზი მშრალი თვალის განვითარების. რაც შეეხება მკურნალობას, გადავდივართ, რა თერაპიები არსებობს და რას აქვს ძირითადად ის შედეგი, რაც ყველას უნდა რომ დროულად მოხდეს ამ პრობლემის ალბათ. მკურნალობა როგორც აღვნიშნეთ, ჯერ უნდა დავადგინოთ რა არის მიზეზი. თუ კი საცრემლი ჯირკვლის პათოლოგია არის მიზეზი, შესაბამისად მივდივართ ამ მიმართულებით, მაგრამ უხშირესად როგორც წესი, ალბათ უმრავლეს შემთხვევაში პრობლემა არის მეიბომის ჯირკვლის დისფუნქცია. ან ვერ გამომუშავდება საკმარისი რაოდენობით ცხიმი, ეს ზუსტად ის ცხიმია, რომელიც უნდა შეერიოს ჩვეულებრივ ცრემლს, რომ მოხდეს მისი ხანგრძლივად დაყოვნება თვალის ზედაპირზე. თუ ეს მეიბომის ჯირკვლის სეკრეტი ვერ გამომუშავდება, ან გამოყოფა და გამოდინება არის შეფერხებული, ამ შემთხვევაში უკვე მიმართავთ სხვადასხვა პროცედურებს. ეს შეიძლება იყოს ქუთუთოს მასაჟი, IPL თერაპია, რომელიც უზრუნველყოფს ამ ჩამჯდარი და ჩაგროვების. სტოპ. აი ქუთუთოს მასაჟი როგორია და ეს როგორ ხდება პროცედურულად და თერაპიაზეც კითხავთ. IPL თერაპია რას მოიცავს? მასაჟი უფრო კარგად ჟღერს, ვიდრე რეალურად არის ისეთი სასიამოვნო პროცედურა. მასაჟი არის, მაგრამ არც ისე შემაწუხებელი და დისკომფორტი პაციენტისთვის, იმიტომ რომ პროცედურის შემდეგ ხარისხობრივი მხედველობა, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული არის ხოლმე. პროცედურა მოიცავს დაახლოებით 5-10 წუთს. და ხდება ჩვეულებრივად ოთახის პირობებში, არ ჭირდება რაიმე განსაკუთრებული არც წინასწარ მომზადება და არც გარემო. სპეციალისტმა ჩაატაროს და რა თქმა უნდა ჩვენ აუცილებლად. და რა უპირატესობები აქვს ამ IPL თერაპიას, IPL თერაპია ეს IPL თერაპია კიდე სხვა რაღაცა. ხო და რა არის და რა უპირატესობები? თერაპია ეს არის ინტენსიური პულსური თერაპია, რომელიც ამ მეიბომის ჯირკვლის სეკრეტის გამოდინებას აადვილებს. სადინრები, სადაც ეს ცხიმი არის ჩამჯდარი, მის გაფართოებას უზრუნველყოფს. თვითონ ცხიმი ხდება უფრო მეტად თხიერი და ადვილად გადმოდინდება. გარდა ამისა, ქუთუთოს ზედაპირებზე ამ სადინრების ირგვლივ შეიძლება იყოს არასრულფასოვანი და იქ არასაჭირო სიზარღვები, რომლის უკვე განვითარებასაც იწვევს და ეს კიდე დამატებით ახანგრძლივებს თვითონ თერაპიის ეფექტსაც. თუ რა გამეორება რამდენად სჭირდება, რა დროზეა გაწერილი ამ ხრივ? IPL თერაპია ეს ინდივიდუალურად მორგებული თერაპია, თუმცა ძირითადი კურსი გულისხმობს 3 მიყოლებით თერაპიას პირველ მე-15 და 45 დღეს და იმის მიხედვით რამდენად ქრონიკული არის, რამდენად მძიმე არის კონკრეტული პაციენტის მდგომარეობა, შესაძლოა განმეორებით საჭირო გახდეს. რამდენად მძიმე შეიძლება იყოს? საინტერესო რა არის ესეთ ხო რა ვითარებაში მძიმდება, ხო, დაგვიანებული მიმართვა, საბოლოო ყველაზე უარესი სცენარი რა შეიძლება? აი, ქრონიკულში გადადის, როცა ეს უკვე ძალიან ხანგრძლივი არის, უფრო მეტად ქრონიკული ფორმები გვხდება ქალებში, ეს ჰორმონალური ანუ არის მაინც სხვაობა არის კი და ასაკოვან ადამიანებში. ყველაზე რთულად მიმდინარეობს, როცა ეს მშრალი თვალი იმდენად რთულდება და იმდენად ღრმავდება, იწევს ბლეფარიტებს და მშრალმა თვალმა შეიძლება გამოიწვიოს რქოვანის მნიშვნელობა
მნიშვნელოვანი დაზიანება, რომლის მკურნალობა და ალაგება და პირველ საწყის დონემდე მიყვანას უკვე ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება. რეკომენდაციებით უნდა გავცეთ ალბათ, იმიტომ რომ ხშირად არის დამოკიდებულება, რომ ხელოვნური ცრემლი არის მშრალი თვალის ერთ-ერთი მშველელი. ანუ რამდენად სწორი არის და რეკომენდებული არის ცრემლის დამატება, თქვათ, ჩვენს ყოველდღიურობაში რა აგვარიდებს პრობლემის გაღრმავებას და აქამდე მისვლას. სწორი არის პირველი, როცა პაციენტი მოგმართავს ამ მშრალი თვალის დამახასიათებელი შევილებით, პირველი რასაც ვაკეთებთ, ეს არის ხელოვნური ცრემლის ჩართვა, ან კონსერვატიული მკურნალობის დანიშვნა. თუმცა კონსერვატიული მკურნალობა და ეს მშრალი თვალისთვის ცრემლი, რაც არის შექმნილი, არის ძალიან ბევრი სახეობის და განსხვავებული შემადგენლობის. ზუსტად კონკრეტულად პაციენტისთვის უნდა შეირჩეს, რისი დეფიციტი აქვს და ამ დეფიციტის შევსება. მხრიდან და არანაირად თვითნებურად ეს არ უნდა გამოვიყენოთ ეს საშუალებები. ნებისმიერი სხვა თითქოს ერთ შეხედულებელია, მაგრამ მაინც მედიკამენტოზურ მკურნალობას მიეკუთვნება ალბათ. ყველაზე უსაფრთხო მედიკამენტი არ არის შეიძლება რეკომენდაციებს გთხოვთ, რა შეიძლება იყოს, არ ვიცი, თვალის დასვენება, რა დაგვეხმარება იმაში, რომ არ მივიდეთ პრობლემამდე, რა კულტურა, რა ჩვევა გაუჯინოთ თუნდაც ბავშვებს იმისთვის, რომ არ მოხდეს ამ პრობლემამდე მისვლა. ბავშვების შემთხვევაში ალბათ უფრო რეჟიმის ჩამოყალიბება იქნება ყველაზე ეფექტური, განუსაზღვროთ დრო, როდის შეუძლიათ თუნდაც კომპიუტერთან მუშაობა, თუნდაც მეცადინეობის პერიოდში მივცეთ რაღაცა შუალედი დასასვენებლად, რომ მუდმივად არ იყვნენ დაძაბულები. წყალი დიდი რაოდენობით. სხეულის ჰიდრატაცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ და გარემო პირობებს, რასაც ახლა ჩვენ შეიძლება ესე ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა ვერ შევცვალოთ, მაგრამ რაღაცა მივაქცევთ. ერთსაც კითხავთ, აი ბავშვები, როდესაც კომპიუტერთან ახლა მეცადინეობაში წიგნის კითხვაში, როცა აქტიურად შედიან უკვე თინეიჯერობის ასაკიდან ალბათ განსაკუთრებით, რამდენად რეკომენდებულია აი ეს დაცვითი სათვალეები, როდესაც ეხმარება აი ეს როცა სიმშრალეს დაავარდებაზე საუბრობთ, შეიძლება რომ გარკვეულწილად ეს დაგვეხმაროს, რომ ბავშვებს რაღაცნაირად ცოტა გადაუვადოთ მაინც ეს თვალის სიმშრალე? სათვალეები ამ შემთხვევაში ალბათ ისე ეფექტური არ იქნება, როგორც რეჟიმი და როგორც მაინც რეჟიმამდე დავდივართ. თვალის დატენიანება. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. საჭირო რეკომენდაციები. ნინოს დავემშვიდობებით.